ფერი რომ ყოფილიყავი, მე ვიქნებოდი მუქი მწვანე, ჭაობის ფერი, იმიტომ რომ მუქი მწვანე მიყვარს უბრალოდ და მაგიტომ ვიქნებოდი ეგ ფერი. და მე ვიტყვი მწვანე ალბათ, იმიტომ რომ ის მწვანე მიყვარს სიმშვიდის და რაღაც ბუნებას ასიათებს. ვიქნებოდი მწვანე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ფერი და ბუნებას უკავშირ. ერთი ფერი ვაუჩვი, ალბათ ავჩერდი. მგონია რომ რაღაცა უფრო სტაფილოსფერი თუ წითელი აურონა. ჩვენი ბენდის ქიმიას ქმნის ერთმანეთი უბრალოდ, იმიტომ რომ ჩემთვის პიროვნება და ზოგადად ადამიანი ბევრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში და ის როგორი ურთიერთობა ექნება ერთმანეთთან, ვიდრე რასაც ვაკეთებ. იმ პერიოდში, როცა ბენდი ჩამოვაყალიბეთ, მე და ჩემმა ძველმა გიტარისტმა, ჩვენმა ძველმა გიტარისტმა, ორივეს ისეთი პერიოდი გქონდა ცხოვრებაში, რომ რაღაცა ახლის ძიებაში ვიყავით და ახალს თუ არ ვიპოვიდით, დავიკარგებოდით, ესე რომ ვთქვათ და შესაბამისად რაღაცნაირად მოახერხეთ, რომ ეს ჩვენი სევდა, გულის ტკივილი და ყველაფერი გადაველახა მუსიკით. მე თვითონ მინდოდა სამედიცინო, ნეიროქირურგობა მსურდა და ძალიან რაღაცა passionate ვიყავი ამასთან მიმართებაში, მაგრამ მე მოვხდი პირველ კურსზე, ეს იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მე უცებ დავინახე ქართული განათლების რაღაცნაირად რეალური სახე. მე კონსერვატორიაში ვაბარებდი იდეაში, კონსერვატორიისთვის ვემზადებოდი, მაგრამ აი რაღაც ერთი ტიპი არჩეული ყავდათ, ერთი ადგილი იყო და მაგის გამო აზრი არ ქონდა უბრალოდ რაღაცაების გაკეთებას და მაგიტომ მე წინა 2 კვირით ადრე გავიგე, რომ პორტფოლიო არ ჭირდებოდა არქიტექტურას და ჩავაბარე არქიტექტურაზე. ვსწავლობდი ვეტერინარიაზე, თუმცა გადავწყვიტე, რომ მუსიკა უფრო მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და ეხლა აღარ ვსწავლობ. პირველად ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და მე გადავედი არქეოლოგიაზე. ამიტომ პირველი 2 წელი ძალიან მომწონდა არქეოლოგია, თუმცა მე კორონავირუსი დაემთხვა ჩაიგე და ყველაფერი ვეღარ გავდიოდით საველე სამუშაოებზე და პრაქტიკებზე და ამის შემდეგ დრო მომეცა რომ მუსიკა უფრო მეკეთებინა. უმეტესად პირველი კლასიდან მუსიკაზე დავდიოდი, ოღონდ მუსიკალურ სკოლაში და კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი და რაღაც და მე ჩემ კონჩი რაღაცებს ვუკრავდი ხოლმე, მაგრამ ეს რაღაც ბენდურ მუსიკასთან შეხება არ მქონია მანამდე და პრინციპში ყველა ეგრე იყო, რომ პირველი გამოცდილება იყო ყველასთვის მაშინ რა ხალხით ვიყავით შეკრებილი ეგეთი რაღაც საერთოდ. ტექსტებს ერთადაც ვწერთ და ცალ-ცალკეც. სიმღერის წერის პროცესი როგორ იწყება ხოლმე რა. ასე რეპეტიციაზე ვიკრიბებით, შემდეგ დღეს ვარივი გვაქვს და დღეს დღეს და გუშინ მაგალითად ესე დავძექით და დადუმ ტელეფონი აიღო და ახლა 3 წუთში რამეს თუ ვიზავთო ერთი ტრეკი, რომელიც არის ძველი და გვიდევს. ლაივში დასაკავად არ იყო იმდენად კარგი, რომ ლაივში დაგვეკრა რა. და დადუმ ესე ტელეფონი აიღო და 3 წუთში გაქვთ იმისთვის, რომ რამე გქნათო რა. და 3 წუთში ზუსტად დავწერეთ დღევანდელი ლაივის ინტრო, რომელსაც ახლა მოისმენთ აქ. ყველაზე რთული და სტრესული და გრძელვადიანი პერიოდი, რაც მახსენდება, რომ აი მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, იყო 20-24-ში, რომ არჩევნების მერე აქციების ძალიან დიდი ტალღარო იყო. ნუ მაშინ ალბათ ყველა ძალიან ცუდად ვიყავით და რაღაცა განსხვავებული პასუხი არ არის დიდად, მაგრამ ხო, ანუ მაგ დროს მართლა რაღაც მენტალურად ყველას ძალიან გვიჭირდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა, რაღაც ძალიან დაუცველობის განცდა გქონდა. და პლუს, ნუ ხო, ახლა ყოველ დღე ხალხს რო ცემენ, ძალიან რთული საყურებელია და ნუ დღევანდელ საქართველოში რთულია იცხოვრო შიშის გარეშე. რა სიტუაციაშიც არ უნდა იყო, რა მხარესაც არ უნდა იყო. შესაბამისად, რა ვთქვა, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთეთ, თქო, მაგ მხრივ მე უბრალოდ არ მგონია, ჩვენი
მოქალაქეობრივი და მუსიკოსებრივი პასუხისგებლობა მოვიხადეთ იმ ხალხის წინაშე, ვინც გვიყვარს. ერთად ყველაფრის გარეშე ყვავილე